გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მინდა გამოეხმაურო ჩემს ამ დილამდელ Facebook posts, რომელზეც ძალიან დიდი ისტერიკა ატყდა. მე ადრეც გამომიქვეყნებია ეს, კიდევ სხვა დოკუმენტი. ზოგიერთებმა ვითომ ახლა გაიგეს, რომ ეს დოკუმენტი თურმე კონდა და არსებობს ეს რეალური დოკუმენტია და კიდე არსებობს კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც კიდე უფრო უარესი არის ვიდრე ეს. და ახლა აღარაფერს ვსაუბრობ იმ ყველაფერზე, რაც უშიშროების მასალებში არის დაცული, ის უბედურება, რაც ხდება ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, მაგრამ ეს ძველი დოკუმენტია, ეს ჯერ კიდე დაბადებული არ ვიყავი, მე პირადად, მაშინდელი 93 წლის დოკუმენტი არის. პირველად ეს როდესაც გამოაქვეყნე ჩემს გვერდზე 2 წლის წინ, მაშინ დამაბრალეს, რომ მაშინ მუშაობდი მე თურმე KGB-ში და ალბათ ჩემი ისა რა ქვია მოპოვებულია, ჯერ არ დაბადებული ადამიანი რა. და მწყევლეს და მკრულეს და 1000 უბედურება ამიტეხეს. ამ დონის ადამიანებთან აგვაქვს საქმე, რომლებიც ღმერთზე და უფლის ძალაზე და პატრიარქის პიროვნებაზე გვესაუბრებიან და ახლა ამ ხალხთან კამათი არ შეიძლება. იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივი ბიოლოგიური მასა, რომელიც ბიოლოგიური მასიდანაც შეიძლება დიდი ტყავი და საპონი გამოვიდეს. აი ესე როგორც მაგალითად გურამ ფალავანდიშვილიდან. დიდ მორწმუნეთ რომ მოაქვს თავი და დიდ ქრისტიანად რომ მოაქვს თავი. ხო და ამას თავისი ტექსტი ქონდა წინ. და ეს არ დამიწყია მე ისე რაღაცა არ მომიარა. დაიწყეს აქეთკენ ამ ეგრეთ წოდებულმა პატრიარქმა, დიდებელმა, კერპთაყვანისმცემლებმა 1000 სიბინძურის, 1000 ტალახის სროლა. ის რაც ხდებოდა პატრიარქის სახელს, როდესაც ეფარებოდა სუყველა და მაინც ეს რა ფენომენი იყო, ამ ხრივ მართლა მეწოდება ილია მეორე, მისი ნათლული შევარდნაძე, ისა რა ქვია, მისი ასევე სულიერი შვილი კიტოვანი, იოსელიანი, სიგუა, აღარ ვამბობ უკვე მერე ამ აბოზარ წითელ ინტელიგენციაზე, რომლებსაც ღალატის და უბედურების მეტი არაფერი უკეთებიათ საქართველოში სტურვას თამადობით და ესე შემდეგ და არ ვიცი, ვერ გეტყვით, იცით, ამ ხრივ მართლა მეწოდება, იმიტომ რომ ყველა ნაძირალა, ყველა ვირთხა, აიღეთ თქვენ, ყველა ვირთხა. ყველას ამ პატრიარქის სურათი უდევს, ან ჯვარი უდევს Facebook გვერდზე და სული მე მიყვარს ჩემი პატრიარქი და ეს ზოგი ფანატიზმის ელემენტებია იქ, ზოგიერთ მართლა უნდა და რწმილად წამდა ამ ყველაფრის და ჯეროდა რომ მართლა ესე იყო ინფორმაციის ნაკლებობის გამო და იმ პროპაგანდის ქვეშ იყო მოქცეული და დანარჩენი კიდე ამ ყველაფერს შირმად იყენებდა და დღესაც, როდესაც უკვე ილია მეორე გარდაცვლილია, დღესაც მისი სახელის გამოყენება ელემენტებისგან, რაც ხატია ჯანაშიამ და მოთმე გააკეთეს იქ და რაც წაკეთებენ, რომ თურმე მე ვყოფილო არ პატრიარქის მაგინებელი და არსად ჩემი გინება არ არსებობს, მაგრამ ესე და ესე, ისე გრძელდება. მოკლედ იმას მოყვა უამრავი კომენტარი და მინდა მოუბრუნდე ამ ხალხს და გავცე პასუხი. თქვენ რას აბრალებთ ხალხო? რა პუჩი? რა გადატრიალება? რა შევარდნაძის ნათლობა? ეს ხო არ გაუკეთებია პატრიარქს. რა იოსელიანის შიმშილობის შეწყვეტა? ეს არ ყოფილა ხალხო. რა მხედრიონის დალოცვა და რა მერე მხედრიონის შეყვანა საპატრიარქოში, სამასამდე მხედრიონელი რომ ღვთლად ეკურთხა. არა, ეს არ ყოფილა, არ უქნია. არც ეს წერილი დაუწერია ზვიადგამსახურდიას დაკავება არ მოუთხოვია საბჭოთა კავშირი. ტყუილია იქ ყველაფერი კაცო. არც ეს დაუჯილდოვებია როლანდ ახალაია. არც ჩხარტიშვილი არ დაუჯილდოვებია. არც ეს მომხდარა რა ქვია ლელოს ლიდერი არ დაუჯილდოვებია. ილია მეორე ამას როგორ გააკეთებდა?
როგორ გააკეთებდა ამას ხალხო ეს სულელი ეს რა სულელებს ლაპარაკო ასე იყო ეს ყველაფერი თქვენ გელანდებათ ედუარდ ამბროსევიჩის პატიოსან სახელს გეფიცებით ედუარდ ამბროსევიჩის სიტყვას გეფიცებით ასე იყო ეს ყველაფერი გჯერათ ახლა თქვენი ეს რაც გითხარით გჯერათ ეს რო ახლა ვილაპარაკო მე ილაპარაკოს ნებისმიერმა ამას ხო ფაქტები ლაპარაკობს რომ ასე არ იყო აქ დიდი ვრცელი პოსტი იყო და ილია მეორე ძალიან ტრაგიკული პიროვნება იყო ძალიან ტრაგიკული პიროვნება იყო აი მე არ ვიცი სიმართლე გითხრათ როგორ შეიძლება ამ ყველაფერს მოუაროს ადამიანი წდარდი შენ მაგ ჯერ შენი სურათი დადევი და სახელი და გვარი დაიწერეს სიმართლე და მე ვილაპარაკოთ დანარჩენზე იყო ნამდვილად ტრაგიკული პიროვნება იყო და ხვდებოდა ამას თვითონ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ხვდებოდა ამ ყველაფერს როდესაც შევარდნაძის მთავრობამ რაც გააკეთა ყველას ახსოვს სააკოვის მთავრობამ რაც გააკეთა ყველას ახსოვს ქართული ოცნების მთავრობამ რაც გააკეთა ყველას ახსოვს და ყველას მოყვანაში შევარდნაძის მოყვანაშიც სააკაშვილის მოყვანაშიც ივანიშვილის მოყვანაშიც პატრიარქის და საპატრიარქოს ლომისწვლელი ისევე როგორც დღეს რომ ინარჩუნებს ბიძინა ივანაშვილის რეჟიმი ძალაუფლებას საქართველოში საპატრიარქოს და ზუსტად იმ მღვდლების დამსახურება არის რატო არ გინდათ ამის აღიარება რომ საქართველოში საპატრიარქო და რასაც ქართულ მართლმადიდებლური ეკლესიის სახით არის წარმოჩენილი ეს პოლიტიკური ორგანო უფრო არის და არანაირად დადებითი პოლიტიკური ორგანო ვიდრე რეალურად ქრისტეს და ქრისტიანობის ქადაგებელი ინსტიტუტი და დამცველი ინსტიტუტი. ტყუილია? ეხლა რაც შეეხება იმ კატეგორია ადამიანებს, რომელი კატეგორია ადამიანებიც ლაპარაკობთ, რომ აი პატრიარქის გარდაცვალებაზე ამდენი ხალხი მივიდა და მოვიდა. აქ ბევრი ფაქტორი მუშაობს. ერთი ქართველ ერს უნდა წესიერად და პატიოსნად ცხოვრება და უნდა რომ ყავდეს მას სულიერი ლიდერი და იყოს ამ ქვეყანაში ქრისტიანული ცხოვრება. უნდა და მისი სულიერი ოფიციალური სასულიერო პირი გარდაიცვალა. ეს ქართველი ერის ქმედება არის გარდაცვლილთან მიმართებაში. მეორე აქ იყო, რა თქმა უნდა, ფანატიკოსები, აქ იყო სამრევლო ჩართული და აქ იყო ასევე მოდური ეს ყველაფერი. კარგად მახსოვს? ამ ხალხს საერთოდ ქრისტიანობასთან რა შეხება აქვთ? იმას განიხილავდნენ, როგორ ტიროდა თურმე იმის ბავშვი. კობახიძის ბავშვი დაინახეს მარტო ქოცებმა და ამას ჭრიდნენ და აპიარებდნენ. ბავშვია, ბავშვმა რა დააშავა, ის უარგისი მამა თუ ყავს, მაგრამ სხვა ბავშვებიც იყვნენ, ის მაგრამ სუსი ბავშვები არ დაუნახიათ. ბერა როგორ მივიდა, ის ბიძინა როგორ მივიდა სამძიმარზე და ეს იყო მოდა, ეს იყო პოლიტიკა, ეს იყო იმერული ესკიზების ელემენტი ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. მე ვამბობ აი ამ ადამიანებიდან, დიახ ასე იყო. აი ქართველმა ერმა თავისი სათქმელი ყოველთვის თქვა, როდესაც სათქმელი იყო, თქვენ ვერ თქვით თქვენი სათქმელი ვერასდროს. ვერასდროს ვერ თქვით. ვერასდროს ვერ იტყვით. იმიტომ ედუარდ ამბროსევიჩის სულიერი შვილები ხართ. ილია მეორის ნათლულის. მაინც რა დაანათლა ასე. ეს კიდე ცალკე საკითხავია. რაც შეეხება ამ მასას რო აქცევთ ყურადღებას და მასა იყო და ასე იყო და ისე იყო. უფლის ცხედარი ჯვარზე გაკვრის შემდეგ არავის გაუცილებია. მოიპარეს, გამოისყიდეს და ისე წაიყვანეს განსასვენებელში, ისე წაასვენეს განსასვენებელში. ჯვარცმის შემდეგ არავინ არ გაყოლია იმას. არა. 10,000-ობით ადამიანი ითხოვდა მის ჯვარზე გაკვრას. ეს არაა თქვენთვის თუ ქრისტიანები ხართ, ქრისტეს ცხოვრება არაა თქვენთვის მაგალითი. მაჩვენეთ თქვენ მე რომელიმე წმინდანის აღსასრული, რომლის პატივის მისაგებათაც დადიოდა ამდენი ხალხი. არ ყოფილა ეს.
რწმენისთვის შეწირული ადამიანების დაკრძალვა და ესეთი რაღაცეები, ხო? საერთოდ არ ითვალისწინებს ესეთ პომპეზურობას. დრო გადის, მადლი, ძალა, ისტორია აღიარებს ამ ყველაფერს. ამიტომ ამის პოლიტიკურად გამოყენებაც აი ამ პაკაზუხობის, აი ამის ამოფარებ რა გაქვთ ბიჭო? რომელი ხართ ქრისტიანები? რომელი ხართ ქრისტიანი? ბიძინევანიშვილია ქრისტიანი? კობახიძე ესენი არიან ქრისტიანები? ბიჭო, ამდენი ქრისტიანი ყავს ბოლო-ბოლო საქართველოში, ამდენი ქრისტიანი რო ყავდეს საქართველოში არ იქნებოდა ამდენი შუღლი, ამდენი ბოროტება, ამდენი გაუტანლობა, ამდენი სიძულვილი, ამდენი ბოღმა. არ გვყავს ამდენი ქრისტიანი. ჩვენ დიდი საქართველოში იყოს 4-5% ქრისტიანი ადამიანი, რასაც ქვია ჭეშმარიტი ქრისტიანი, გადარჩენილი ვარ თუ ამდენი. მაგას ვამბობ ჩემო ძმაო, მაგას ვამბობ ზუსტად. თუ ჩვენ გვყავს მილიონამდე ადამიანმაო, თუ ჩვენ რეალურად მილიონი ქრისტიანი ცხოვრობს 3 მილიონიან საქართველოში, ჩვენ კი არა, რა ვიცი, ირგვლივ არავის არაფერი არ უნდა ვიჭირდეს. ეს არის კერპთაყვანის მცემლობა. ეს არის ბრმამადიდებლობა. და ამას ჩვეულებრივი სახელი ქვია, ესა სექტანტიზმი. და ილია მეორეს მე არ ვაყენებ საფლავში, მე კი არა, თქვენ არ აყენებთ საფლავში. თქვენ არ აყენებთ საფლავში. არაცლით. ხან იმის სახელს იხსენებთ, ხან ამის სახელს იხსენებთ. ასე თქვა და ისე თქვა. ეს ამას რა კავშირი აქვს საერთოდ ქრისტიანობასთან? ამას რატო აკეთებთ, იცი? რომ თქვენ გამოჩნდეთ, რომ კარგი ხალხი ხართ. ეხლა რაც შეეხება, არ ვიცი, შემოძმაო, მე არ ვარ ის კატეგორია ადამიანი, რომ ეხლა დავჭირდა და შანი მოუგო. ან იმ კონსერვატიული პარტიას, ან ხატია ჯანაშიას და ამათ და იმათ. მე არ ვერევი მაგათ ბინძურ საქმეებში. არც იმ ადამიანებს, ვისაც ვეუბნებოდი, რომ დაღუპავენ ესენი სრულიდერები არიან, ასე იქნება. არ ვარ მე ის ადამიანი, რომ ახლა დავჭირდა და ვიძახო, ხო გეუბნებოდითო. ყველას თავისი გონება აქვს და თვითონ კარგად გაიხსენებენ, რასაც ვეუბნებოდი, რომ ახდენ. არ ჩვევია მე ესეთი რაღაც. მაგრამ ახლა მინდა ერთი მეორე რაღაცა დაგანახოთ. მე ხო მეუბნებით. და ის ხატია ჯანაშია ხო იძახოდა, რომ თურმე მე ვარ პრობლემა და აქ პატრიარქის მლანძღველები და ესენი და ეს. და ასე შემდეგ. ხო და კაი ბატონო, არ მოვა ჩვენი ხალხი და არ დაგიდგება შენ გვერდ და არ დადგებიან მაგ. არ შეგიქნიან მაგ პრობლემას, რაც პაკაზუხობა ატეხეთ. როგვერჩი დგომა ქართული მიწისთვის თქვენ არ გინდათ ჩვენნაირების პატრიარქის მაგინებლების. კიდე ხალხს უსვამი არასდროს პატრიარქისთვის არ შემიგინებია. ორი მთავარი მიზეზი იყო ამ ყველაფრისთვის. პირველი მისი ასაკი და მეორე, ამდენ ადამიანს ის მიაშენს ოცხალ წმინდანად. მიუხედავად იმისა, რომ კი ბატონო ძალიან ბილწიენა მაქვს ხანდახან, მე არ მიკადრებია, რომ ამ ხალხისთვის და ჩემი თავისთვის მიმეყენებია პირველ რიგში შეურაცხყოფა. მაგას ვერავინ ვერ ამოიღებს, მაგრამ აი ეს ნაძირლები ამას ყოველთვის შეხედეთ იქ რა ხდება. შეხედეთ, დაინახეთ რა ხდება. აი, ჩვენ პატრიარქ მაგინებლები ჩამოგცილდით. ხო და მოვიდნენ ერთი პატრიარქ მადიდებლები. მოვიდნენ ახლა პატრიარქ მადიდებლები და დაგიდგენ გვერდით. თქვენ ხო ხართ ბევრი. თქვენ ხო ხართ ბევრი ქრისტიანი. თქვენ ხო ხართ ჭეშმარიტი პატრიოტები. მედით ახლა და ნახოთ ერთი რომ დადის დარბის ტყეში გაქცეული ქაჯივით და ხალხო მოდით გვერდით დამიდეკით. რატო არ მიდის ეს პატრიარქ მადიდებლები იქ? და რატო არ უდგანან გვერდით? ხო იყო პატრიარქის მოწოდება, მიწის გაყიდვის უფლება, ამას არა აქვს. რატო არ გამოდის ეს ხალხი? დიდი ქრისტიანები, კარგი მორწმუნეები, კარგი ქართველები, ჩვენ ხო ცუდები ვართ? მე ხო ცუდი ვარ? ჩვენ ხო ცუდები ვართ? სვიად გამსახურდია. მე გამოდით, ეხლა პატრიარქ მადიდებლები ხართ ყველა და თქვენი პატრიარქის დანაბარები ხო ხართ ეს მილიონობით ქართველი, ვისთვისაც წმინდა არის პატრიარქის ანდერძი. პატრიარქის ანდერძია მიწა არ გაიყიდოს.
გამოდე დაუდექით, მაგრამ ეგ ხატიას გვერდით. მოვიდნენ ხატულიკო შენთან და დადგენ, არ მოვლიან. რატო მოვლიან, იცი? რატო იცი? შენაირი ფარისევლები არიან იქიდან აბსოლუტური უმრავლესობა. შენის თანაფარისებელი არის აბსოლუტური უმრავლესობა, ვინც პატრიარქის ფოტოებს აყენებს გვერდებზე და აქ ლანძღვაგინოში აი ბიჭო რა თქვი პატრიარქზე ჩემი შენაირი აფირისტია. სულ ფეხებზე კიდია პატრიარქიც. სულ ფეხებზე კიდია სამშობლოც. სულ ფეხებზე კიდია მართლმადიდებლობაც. სულ ფეხებზე კიდიათ იმას მიწის გაყიდვა თუ არ გაყიდვა. არ მოვლიან. აი ესა ხართ პატრიარქის ბრჭყალებში დიდი სულიერი შვილები. აი ასეთი სულიერი აღზრდა მიიღეთ. სამაგიეროდ გამოვლიან ოჯახის სიწმინდის დღეზე ჯაღმაიძე დაიძახებს და გამოვამრევლი. ჯაღმაიძე და შიო თუ არ დაიძახებს ოჯახის სიწმინდის გარდა გონია აღდგომასაც აღარ გამოვიდეს ზოგიერთი. იმიტომ რომ კორონავირუსის ამბები რო იყო ფეხით ვიარე რომ ჩემი წინაპრების საფლავზე ეს გადამეგორებია 1 წელიწადს 15 კილომეტრი რო კვერცხი გადამეგორებია საფლავზე და საფლავზე არ გახვიდეთ და მთავრობამ თქვა და არ გავდივართ მაშინ გამოჩნდა ბევრიც ქრისტიანო. მეორე წელს მამა მყავდა გარდაცვლილი და აღდგომა დღეს ესა რო გეთქვა რომ დაშვებული იყო თურმე შუაღამეზე აღმოჩნდა რო არ იყო და ევაკუატორი ვიქირავი რომ მამის საფლავზე ჩავსულიყავ. ხალხი არ გამოდიოდა. აღდგომასო თურმეო კორონავირუსი არ შეგვეყაროსო ასე გაგვაფრთხილეს. უარი ერთეულები იყვნენ. მთავრობას იარაღიანი კაცი ყავდა დაყენებული საფლავზე. ის მახსენდება შერეკილებიდან როა იმას რო დააყენებს საფლავზე. დაადექი აქ და თუ ვინმე გამოჩნდეს რომ დაახალე პირდაპირ ფეხებში. ძმაკაცი მივიდა საფლავზე, დედის საფლავზე და იარაღიანი ჯარისკაცი და პოლიციელი დახვდა ვერ შეგიშვებთ, რა უქნათ ბრძანება გვაქვს. აი ეს არის თქვენი პატრიარქ მადიდებელი ხელისუფლება და ეს არის თქვენი პატრიარქ მადიდებელი მრევლი. ეს ხართ. და ძალიან გწყინთ, როდესაც გეუბნებით, რომ ესეთები ხართ და თქვენ ქრისტიანობასთან არაფერი გაკავშირებთ. ესაა სიმართლე. ამიტომ გეზიზღებით. იმიტომ რომ რათაც მეტი მაღალ ტყუილში ცხოვრობს და ღრმა ტყუილში ცხოვრობს საზოგადოება, იმას ეზიზღება სიმართლის მთქმელი. არ ხართ თქვენ ბძია. არ ხართ, არც პატრიოტები ხართ, არც ქრისტიანები ხართ, არც ის პატრიარქი გიყვართ, არც არასდროს ყვარებიათ. პატრიარქი იყო შექმნილი მასის სამართავად. და სპეციალურად იყო ეს ყველაფერი ლეგენდები შექმნილი. ყველაფერი. იმიტომ რომ გამსახურდია სიკვდილის მერე შევარდნაძის ხალხი ვერ იტანდა არეულობა იყო, ათასი უბედურება იყო, ასე იყო, ისე იყო და რისკენ მოატრიალებ ადამიანს ღმერთისკენ და ყველაფერმა ინსტიტუციამ იმუშავა პატრიარქის პროპაგანდაზე დაიყარა უამრავი ჭორი ლეგენდა აქეთ, იქეთ, აი ჰუი და ქართველი ადამიანი მაინც მოწოდებით ბუნებრივად ქრისტიანია და სამების მშენებლობაც მაშინ იმ გაჭირვებულ პერიოდში დაიწყო და 1000 რამე და მაინც უფლისკენ მობრუნებით დაიწყო ყველაფერი. რა დახვდათ იმ ეკლესიაში? დახვდათ ჯაღმაიძე და შიო. ეს არის სიმართლე. და დღეს უფრო უარესია. კომუნისტების დროს რო იძახით, კომუნისტების დროს მეტი ქრისტიანი ცხოვრობდა საქართველოში ვიდრე დღევანდელ დღეს, დამოუკიდებლობის დროს. ამის დროს რწმენა დავიდა რიტუალებზე. ამას ხვდებოდა თვითონაც. ხვდებოდა ამას პატრიარქიც, ძალიან ტრაგიკული პიროვნებაა თქვა მე ვთქვი. მის წვლილსაც ხვდებოდა ამ ყველაფერში. ამიტომ იყო სადაც ბოლო პერიოდში სანამ გონება ქონდა შერჩენილი სულ თავრობას მოუწოდებდა სოფელში ხალხი იცლება, დააბრუნეთ, ასექენით, სოფლის მეურნეობას მიხედეთ, მერე ამასაც აღარ ამბობდა. მერე ეხვეწებოდა ემიგრანტებს, დაბრუნდით, მერე ამასაც აღარ ამბობდა. მერე იმას ამბობდა, რომ იქ იყავით, სადაც ახართ ემიგრანტები ქართველობა შეინარჩუნეთო და იმასაც ამბობდა საქართველოს ბედიო, თიდან დაგორებულ ქვას გავსო. ეს დიმიტრი ვიღაცა კობაიძე შენი დედაცო. ღმერთმა დაგლოცოს შვილო ჩემო, კურთხეულია სული შენი ეთყობა ჯაღმაიძის სულიერი შვილი ხარ. წადი ახლა აქედან. წადი ახლა. შენ იაღოველის გჯობია რო იცოდე. იაღოველის გჯობია და სხვებიც გჯობია, იმიტომ რომ ის იაღოველი
რამეს არ დაგიშავებს ფიზიკურად და შენაირი გამოსწირებული კერპთა ყვანისმცემლები და შენაირი გამოქლევებულები ეროვნულ ხელისუფლებას ტყვიას ესროდნენ და პატრიარქის ლოცვა კურთხევა მაქვს და ქართველი ქართველს კლავდა და პატრიარქის ლოცვა კურთხევა მაქვს. წადი ახლა წადი. წადი შენი გამომწველავი დედას შევეცი და ყველა შენაირი კერპთა ყვანისმცემლის. წადი ახლა კიდე. და დარწმუნებული ვარ, რომ საერთოდ ეს არის ურია ებრაელების ნასეთკა, რომელთაც გავსებული არის საპატრიარქო, რომელსაც აი ესეთი, იმიტომ რომ ბევრი განსაკუთრებით ამ დროს ბევრი ურია აქტიურდება. ეხლა რაც შეიძლება ერთი საკითხს მინდა მოვუბრუნდე. აი ეს რომ დაძრწის. კაცი შული არ მიდის იმ ტყე პარკში. იმიტომ რომ მიხვდა ბევრი. მადლობა ღმერთს რომ შევიტანე მაგის სული, ბევრისთვის დამინახებია ამის ჭეშმარიტი სახე. და ახლა ტყე პარკის გარეშეო ეკონომიკის სამინისტროსთან მივედითო, პრეზიდენტთან მივედითო, სადღაც მივედითო და ისე საბუთებიო შევიტანითო, რომ საპატრიარქოსო გადაეცესო ნაკრძალის ტერიტორიაო, კრწანიშის ნაკრძალის ტერიტორიაო. ეს სუსის ნასეთკა ეს ტვინის ამრევი ადამიანი. ჯო, საპატრიარქოსი იყო ის ტყე პარკი და ის ნაკრძალი და საპატრიარქოს ტბები იყო იქ. და საპატრიარქომ გაყიდა. გადაცა ხელისუფლება მე არაბს ასე. რატო გადაცა? იმიტომ რომ რაც ახლა ხდება ის რომ მომხდარიყო. საპატრიარქოს გარდა ყველას რატო ახსენებს, იცით? ხალხი არ მიადგეს საპატრიარქოს და არ მოთხოვს რომ ამოიღეს საპატრიარქო ხმა. გვეღუპება ქვეყანა. უნდა იღებდეს ხმას, ხო? სადა? რა უნდა ეს პატრიარქმა დიდებელი დიდ მორწმუნე იმას რა ქვია ხატია ჯანაშიას იქ ტყეში რო დარბის. იქ ხო უნდა იყოს შიო, რომელიც რო ეკურთხა მღვდლად, განაცხადა ასე რომ ილია მეორის გზით უნდა იაროს. ხო თქვა ილია მეორის გზით უნდა ვიაროთო. ილია მეორის მიმდევარი ხო იყო ამ ხელა ამდენი მრევლი. ილია მეორის გასვენებაზე ხო დადიოდა კობახიძე თავისი შვილებით და რავი იცი ბიძინა და სულ ყველა. აბა ფეხებზე რატო კიდიათ ილია მეორის ანდერძი. ქართული მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით. რატო კიდიათ? ფარისევლები ხართ. აფირისტები ხართ. ყალბები ხართ. ქრისტეს სახელით ებრძვით ქრისტიანობას. იმის რა ქვია ეროვნულობის სახით ებრძვით ზვიადგამსახურდიას და ეროვნულ მოძრაობას. ქართული სახელმწიფოს სახელით ებრძვით საქართველოს. და ამას ყველაფერს ილია მეორის სურათით და ჯვრით და ამით აიმასქნებთ. არიშველება ამ ქვეყანას. იქამდე საქართველოში სიმართლის თქმათ არის სწავლიან. და სანამ სიმართლეს რეალურად არ ჩახედავენ თვალებში. თქვენ თუ ვინმეს მართლა გული შეგტკივათ ქვეყანაზე, ეს ბევრში ძალიან ეჭვი მეპარება. ძალიან ბევრში მეპარება ეჭვი. მათ შორის მიუხედავად რომ ბევრი გამომწერი ვიყავს, არ მიმაჩნია რომ ყველა ჩემი თანამოაზრეა, სეირის მაყურებელი ბევრია. და ვიცი რომ ფეხებზე კი მტერი ბევრია გამომწერებში. შემჩნეული მაქვს. საერთოდ არ იღებენ ხმა საჭირო საკითხზე ისე უბედურად ამოიღებს ზოგიერთი დამპალი ხმას, რომ ეგრევე ხდება, როდესაც ხდება გულზე. არ გიყვართ თქვენ ქვეყანა. არ გიყვართ. ეს რო გინდოდეთ, ხო გამოსავალი ერთი ამას აღიარება ჭირდება. აღიარება რომ გაიკეთებია ილია მეორის ღიად მიემართა ხალხისთვის, რომ იყო შეცდომა მისი ნაბიჯები. და იყო კატასტროფული შეცდომა, რამაც მოუტანა 10,000-ობით ადამიანის ბედი შეცვალა უკუღმა. 10,000-ობით და 100,000-ობით. კი, მისმა მხარდაჭერამ შევარდნაძისადმი 100,000-ობით და მილიონი თელიერის ბედი შეცვალა. მაშინაც და მერეც. იგივე სააკაშვილთან მიმართებაში. თქვენ გონიათ ეს დროშა და გერბი და ეს ამ ნაცების იმით იყო? გადი შებრძანდით ბატონო, ნახეთ. პირდაპირ პატრიარქის მოთხოვნაა, ჯვარი შეცვალეთ,
გერბის შეცვალეთ, ასე ქენით, ასე ქენით. მაგას თავიდანვანებოდ ყველაზე ნაკლები ცოდვა ალბათ მაგი იყო. ბიზნესა ივანიშვილის ამათი მხარდაჭერა. ამიტომ ამ ადამიანს უამრავი შეცდომები ჰქონდა. და იმ დონის პროპაგანდა საქართველოში წარმოებული არავის კრიტიკულად ამის დანახვა არ შეუძლია. არ შეუძლია ამის დანახვა. იმდენად წაშლილი აქვს, აი არის ეს აბსოლუტურად ნორმალური შედეგია. იმიტომ რომ აქვს ძალა პროპაგანდას. მით უმეტეს ღმერთის სახელით პროპაგანდას აქვს უდიდესი ძალა. და იმის მაგივრად რომ ხალხმა ის თქვას რომ დიახ ეს იყო დანაშაულებრივი შეცდომები. დანაშაულებრივი შეცდომები ერისა და ქვეყნის წინაშე. ეს რო თქვას, ეს აღიაროს, რომ ეს ეთქვა და იღიარებია თვითონ. დამიჯერეთ ქართველი ადამიანის ბუნება, ხასიათი მიმტევებელია. და იტყო და მოხდა შეცდომა და მოხდა. არა, არ გააკეთა. მე კარგად ვიცი. მე უფე ათანასე ეხვეწებოდა. გამოდი და თქვიო. ვერ გამიგებსო ხალხიო. და ტიროდა. ტრაგიკული პიროვნება იყო. ნახდათ ტრაგიკული პიროვნება. ილია მეორე იყო ერთ-ერთი დიდი ტრაგიკული პიროვნება. უნდა შეხედოთ ამას როგორც პიროვნებას. ვერ გამიგებს ხალხიო და ტიროდა. და ცხოვრობდა ამ სიმძიმით. და როგორც მე ადამიანის მეწოდება. მაგრამ როდესაც სულიერი მამა არის და მას არ შეუძლია მოინანიოს ღიად ერის წინაშე ჩადენილი შეცდომები, ისე როგორც სერბეთის პატრიარქმა გააკეთა მაგალითად. არასდროს არ ეშველება ამ ქვეყანას. იმიტომ რომ ერის სულიერი მამა უნდა იყოს ლიდერი და მაგალითი. ხო უყურებთ, ირანი აგერაა და არ შეეძლო მის სულიერ ლიდერს ის რასაც იტყვის ღმერთის სიტყვა. არ შეეძლო რომ ეთქვა გარიგებაზე წასულიყო. არა, შეეწირა. ბოლომდე შეეწირა და მაგალითი მიცა. და შეხედეთ ირანს. შეხედეთ იმ ხალხს, შეხედეთ იმ ქვეყანას. ამის მთელი მსოფლიო ებრძოდა და ვერაფერი ვერ უქნეს. აი ეს არის სულიერი ლიდერი. და ეხლა კომფორტში კარგად მაცხოვრებელი და კომფორტში, რომელსაც სუსის ფაილებში პირდაპირ ის აქვს წერილი, რომ არის კომფორტის და კაი ცხოვრების მოყვარული. შიო. მას ახლა ის ზედაც თვალით მარტივად გაირჩევა ეგ ყველაფერი. რომელმაც ღიად განაცხადა მე პატრიარქი რო ახლა ქრისტეს გზაზე კი არ უნდა ვიარო, ილია მეორის გზაზე უნდა ვიარო. თქვენ გონიათ ეს გააკეთებს რამე ეს? რაშია საქმე იცით? შენდობა ხდება მაშინ, როდესაც აღიარება და პატიების მოთხოვნა ხდება. გამოვიდნენ ეს სასულიერო პირები, რომლებიც არანაკლებ დამნაშავეები არიან ქართველ ერის ამ დღის ჩაგდებაში. და შესთხოვონ ქართველ ერს, რომელიც გადაშენების პირასაა, მაგრამ მრევლიც არჩება, მაგრამ შესაწირის ჩამგდები არავინ იქნება და გასანათლი არავინ იქნება და ჯვარი დასაწერი არავინ იქნება და ყველაზე ბოლოს გასვენების რიტუალები იმას ექნება. რომლებსაც მთელი გასვენების დარბაზები და ეს ყველაფერი სულ ყველა ამ უდლებისა. მთელი ეს ბიზნესები ხო სულ ამათია. ჯიბებით დარბიან, ამით დარბიან, იმით დარბიან. ნაკლები ცოდვა აქვს ერის მიმართ ჩადენილი და არჩევნები მოვა და იმის ბიზნეს მიეცითხმა. მოიხადონ ერის წინაშე ბოდიში. მოიხადონ, რომ მათი წვლილიცაა ამ ყველაფერში. ითხოვონ შენდობა და შეუნდებს ხალხი. მე აღარა მაქვს უკვე საუბარი აქ რაც წერია მაგაც. მოიქცენ ქრისტიანულად. ხარიან ქრისტიანი სასულიერო პირები. არა. ესენი უნდა იყვნენ ასე, ესენი უნდა იყვნენ ჯიპებით, ესენი უნდა იყვნენ ბიზნესით დაკავებული, ესენი უნდა იყვნენ გავლენებით მთავრობასთან, ესენი უნდა იყვნენ
ამით რა ქვია ძაღლები და კატები უნდა დაყავდეთ იმას სინოდის სხდომაზე და საპატრიარქოში ძაღლი და კატა შედის და ადამიანი ვერ შედის. ხო, ასია ეს, ასე. გამოვიდეს და მიუტევს იქნება. არა, არავინ არ გააკეთებს ამას. არავინ არ გააკეთებს. ისევ როგორც არავის შენდობა არ გამოუხატია და არავის პატიება არ უთხოვია, დღეს რომ ბერი გაბრიელია აკერიათ ენას. არა. როგორ იცოდნენ მამა გიორგი ბასილაძის მიმართებაში? ვიცნობდი მე მამა გიორგი ბასილაძეს. ხონდა ურთიერთობა გულახდილად გვისაუბრია. ხელდახელცემდა ზოგიერთ სასულიერო პირს. რამდენ შეცდომას, რამდენ არასწორს აკეთებდნენ. გამოვიდნენ ბასილ მკალავიშვილის მიმართებაში მოიქცნენ, როგორც მოიქცნენ სასულიერო პირები, როგორც მოიქცა საპატრიარქო მაშინ. რა გინდათ თქვენ აბა? აბა რა გინდათ? გინდათ რომ 5 კილოგრამიანი გვირგვინი გედგათ თავზე ოქროსი და ასე იყოთ და ელოდოთ იბერიისგან. არ გაბრწყინდება იბერია მასე. ვერ გაბრწყინდება. დასრულდა მაგ პროექტი. კაი მოფიქრებული იყო თავის დროზე. დასრულდა მაგ პროექტი. იმიტომ რომ ბოლოჟამის პატრიარქი გარდაიცვალა და დაიხურა იქ პროექტი. და მთებში ვეღარ გაგიყვანთა წილია მეორე და ვეღარ შეგახვედრებთ უფალს. ამის გამო რო გჯეროდათ. დამთავრდა ეს. ძველი ლათინელებს ნათქვამ ჭეშმარიტების დანახვა მხოლოდ სიკვდილის თვალებით არის შესაძლებელი. დაინახეთ თქვენ ქვეყანას, შეხედეთ თქვენ თავს, შეხედეთ თქვენ რეალობას. ხო და ჩემო ძმაო ზუსტად და ჩემო დაო, მაგაში რო არის საქმე. ამიტომ არც არაფერი არ ეშველება ამ ქვეყანას. საქართველო, იმიტომ ძლევდა, იმიტომ მოდიოდა ამდენი ხანი. მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო პირებში უამრავი შემთხვევა იყო დაწყებული ჯერ კიდე ვახტანგ გორგასლის პერიოდიდან, როდესაც წყვილპირში ჩაარტყა წიხლი კათოლიკოსმა. და კბილები ჩაუნტრია. მერე აფხაზეთის კათოლიკოსი და უამრავი სასულიერო პირი დასავლეთ საქართველოში განსაკუთრებით ზღვასთან ახლოს იყო, აი ოქუმის მღვდელი იმას ტრაბახობდა, რომ 60 ქართველი იყო და გაყიდული ოსმალებზე. აფხაზეთის კათოლიკოსმა დაწყევლა სოლომონ პირველი ტყვეთა გაყიდვა, რატო აგზავნე ლუკმა გამოგვიდე პირიდან. თქვენ რა გონიათ იმ 30-იან წლებში, რო იძახით, რომ იმან დახვრიტა, ამან დახვრიტა, როგორ დაიხრიტა ეს ხალხი? რანაირად დაიხრიტა ეს ხალხი? თქვენ გონიათ მაშინ ყველა ესე რა ქვია იმ 20-იან და 30-იან წლებში ყველა ესე კირიონი და ყველა ეს იყო ამბროსხელაია? აი ესეთ მღვდლებთან ჩაბარებული აღსარებები, რომელიც უშიშროების ხელში ვარდებოდა, იმით გამოიხრიტებოდა უამრავი და ეს მღვდლები მე სამოქალაქო ტანსაცმელს ისმებდნენ და საბჭოთა ცხოვრება მოვიდაო და ვაძალებდნენ ჩვენო ადრეულ მდლობასო და ამიტომ გავხდით სიმართლეა ეს ყველაფერი. გონიათ მარტო ახლა ხდება ესა? ამაზე ლაპარაკი არ შეიძლება. არ შეიძლება ამაზე ლაპარაკი, რატო უნდა იცოდეს ეს? ეს თუ უნდა იცოდეს. სჯულის კანონი თუ უნდა იცოდეს. რაღაცა საეკლესიო სამართლის შესახებ უნდა ესმოდეს. თუ მართლა მაშინ ამ ხალხს ვერ გამართავ შენ. ვერ გამორთავ. ამათ ჭირდებათ აი ესეთები. შემოვლიან, გაგინებენ, გლანძღავენ, გაფურთხებენ, მოღალატეს გიძახიან, მტერს გიძახიან, ლიბერალების საქმე დღევანდელმა საპატრიარქომ და ამ საპატრიარქომ რო გააკეთა, მდენი არავის არ გაუკეთებია. აი რიტუალებზე დასული რწმენა აი შემდეგს იძლევა. აბსოლუტურად ყველა ეს ლიბერალი ჯერ კიდე აი გუგულავას და იმის პერიოდიდან მოყოლებული ყველა გამოჩეკილი არის საპატრიარქოს ინკუბატორში. ესენი სულ ყველა თავის დროზე მორჩილები იყვნენ. ზოგი ისე გამწარდა, ზოგი ასე გამწარდა, ზოგმა შიგნიდან დაინახა ზოგმა ასე და მიაკითხა იმ ლიბერალებს. კი ბატონო.
ასე ეს სიმართლე ესა. აქ მე გამოვლიან და დამიწყებენ იმას, რომ შენ ცოდვას აკეთებს, ეწევი, იგინები, მარხვაში ხინკალი მოხარშეო და დადევიო, იმაზე ერთხელ რაღაც მაგასთან ვიყავი და ხინკლის კეთილ მომასწავლა და ვიდეო გადავიღეთ სახუმაროდ დავდევით და შენ ვიზე რა უნდა ილაპარაკო, მარხვაში ხინკალი გააკეთე. დაგიწყებენ ამაზე ლაპარაკს. და წავა პუტუ. ეგე რა. ხო ვართ. მარტივ ექსპერიმენტს გეუბნებით. ხო ვართ მე ცუდი. ხო არიან ჩემი თანამოაზრეები, ჩემი თანამებრძოლები, რაც კიდე ის დაარქვით. აი ზვიადის მომხრეები ვინც იყვნენ და ვინც დღესაც არ გადაუხვევიათ იმ გზაზე და დგანან. ჩვენ ხო ვართ ცუდები. თქვენ ხო ხართ კარგი. ხო გყავდათ კარგი სულიერი მამა. ხო დაგიბარათ სწორი გზა. ხო დაგიბარათ ანდერძი. ჩვენ ვართ ცოტა. მართლა ასია. თქვენ ხართ უმრავლესობაში. ხო ასია. ხო და გამოვიდეს ახლა თქვენი უმრავლესობაში პატრიარქ მათიდებელი ადამიანები და პატრიარქის ანდერძი დაიცვას კრწანიში. შეხედავ აგერ რამდენი გამოდის ვხედავ და რამდენი გამოვა კიდე დავინახო. გამოსვლელი უკვე გამოსული უნდა იყოს და უნდა აქცევდეს იქაობას. ასია. დიდი მადლობა გადაუხადეთ ედუარდ ამბროსევიჩს. ყველაფერი გააკეთა ედუარდ ამბროსევიჩმა, როგორც თვითონ ამბობს, რომ ილია მეორე ყოფილიყო პატრიარქი. და მე სხვათა შორის მერაბიც და ზვიადსაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი პატრიარქი რო გამხდარიყო, მაგრამ ამაზე არაა საქმე. ედუარდ ამბროსევიჩის სხვა ამბავი იყო. მათგან ამათი გზა აირჩია პატრიარქმა. რა. ასია. და ედუარდ ამბროსევიჩის გზა ილია მეორის გზა 1925 წელიწადია დადის საქართველოს და ქართველიერი აი ამის მონტანია უარეს მოიმკით კიდე ნუ კი არა მე მართალი რატო არ იცით იმიტომ რომ მე ვიცი სადაცაა სიმართლე და მე ვიცი რაცაა ჯულის კანონი და მე ვიცი რაც არის დარწმუნებული ვარ თქვენც იცით. თუ არ იცით გძნობთ რომ ეს ასე არ უნდა იყოს. მარტო ისე გაქვთ მოწამლული და უცოდინობით ისე ხართ გაგონება არ გინდათ. გაგონება არ გინდათ ამ ყველაფრის. გინდათ ისე. და იარეთ მაგზით. და ნახავ ერთი მე ედუარდ ამბროსევიჩის გზა. ედუარდ ამბროსევიჩის გზა თუ მივიყვანთ დაძრამდე. და ნათლია მისის გზა. არ გეჩუბებით, არ გაგინებთ, არ გლანძღავთ. გეუბნებით ამ ყველაფერს პირდაპირ. აი ესა დღევანდელი საქართველო, ესა დღევანდელი ქრისტიანობა საქართველოში. სამწუხაროდ და საუბედუროდ. მორჩა. დამთავრდა. თქვენ რო მორწმუნეები და თქვენ რო ქრისტიანები იყოთ და თქვენ რო პატრიარქის სიტყვის იმ თქვენი პატრიარქის რო გკითხოთ ხალხმა რომ მის სიტყვაზე რო ცასთა ქვეყანას იმას იზამთ. გამოხვიდეთ ახლა პატრიარქის ანდერძის დამცველები იდგებოდით იქ. ისევე როგორც LGBT კანონის წინააღმდეგ გამოხვიდოდით. რაზეც პატრიარქი გამოვიდა და უკანონობის დაკანონება რატო გააკეთე თუ. ისევე სხვა ბევრი ილია მეორეს ცუდ თუ აქ გაკეთებული, კარგიცაა გაკეთებული. ადამიანს არაფერი არ უნდა დაუკარგო მისი. ილია. ამიტომ იბრძანეთ ბატონო ახლა და სდიეთ ხატია ჯანაშიას და იმას ქენით რა ქვია რამენაირად პროტესტი წაიღეთ მთავრობისკენ ან სადმე დაშალეთ ეს ყველაფერი ვინმე საპატრიარქო არ შეაწყვოს. ჯაღმა იჯდეს იქ კარგად და შიო იჯდეს იქ კარგად. და რისი გამაერთიანებელია ეს რომ დამშლელია და ეს რომ ამრევია ყველაფრის. რაც თქვი ორ დღეშია ამხდარი ჩვენთან ღვაზე აკოთ და დააყროლდა. იქ ზაურხაჩიძე იყო წესიერი კაცი. იმასთანაც აყროლდა. იქ იჯდა გვერდით მაგასთან ერთად და იმას ხორგინებია ეს პატრიარქი რას ერჩოდა იმას და ახლა დარბის მე გიჟივით ისე არაა ჯამრთელი ამას რო შეხედავ ამას თალათ არაა ჯამრთელი ალბათ არა ეს ადამიანი ჯამრთელი დარბის ახლა იმაში ქირფელენჩიანი გიჟივით იმაში მოდით აგერ და გვერდში დამიდეკით არ დაგიდგება არავინ ძალიან კარგსაც იზამენ რო არ დაგიდგებიან და ზემოდან ზუსტად ეს დავალებაა
შეიძლება ყველასთან აკოთი აყროლდე და არავინ არ შეიკრიბოს და სხვაგანაც თუ შეიკრიბებიან, იქაც მიძუნგალდები და იქაც არეულობის შეტანას დააპირებ. ეგა. ხო და ამერის პრობლემების მოგვარება დაიწყება მაშინ, როდესაც ქართველიერი ქრისტიანობას მოუბრუნდება. საქართველოს ისტორია ომების ისტორია და ყველა ეს ომი 99% ეს ომები თუ არ ჩაითვლება რუსეთთან ომი და თუ არ ჩაითვლება ბიზანტიასთან ომი, აბსოლუტურად ყველა ომები იყო რელიგიური. და საქართველოს გადაარჩინა იმან, რომ ქართველი კაცის ცხოვრების წესი უმრავლესობაში მებრძოლი ქართველების და ქრისტიანობის წესი ეს იყო იდენტური. ამით გადარჩა ერი და ამით მოვიდა. დღეს ეს წაიშალა. დღეს ესაა ქრისტიანობა. და აი ამ ქრისტიანობის გზაზე მოსიარულე ქართველობა აფხაზეთს და სამაჩაბლოს დაიბრუნებს კი არა. ღმერთმა აი ძალიან საშინელ პროგნოზს ვამბობ. ძალიან საშინელ პროგნოზს ვამბობ. 15 წელიწადში ჩვენ სამშობლოს საერთოდ დავკარგავთ. არ უნდა ამას 50 და 60 წელიწადი. 15 წელიწადი მაქსიმუმ. მაქსიმუმ საერთოდ წაიშლება რუკიდან. ბევრჯერ მოიტეხა ჩვენმა ერმა კისერი და ეს კისრის მოტეხვა იქნება საბოლოო. ესაა სიმართლე. და ამ ყველაფრის გაკეთება და შემოbrunება ორ გზას შეუძლია. ერთი გზა არის ძალის გზა. აი, ვინც არის ახლა გენერალური შტაბის უფროსი, ვისაც ემორჩილება შეერაღებული ძალები, მოახდინოს სამხედრო გადატრიალება, გამოიყვანოს ყველა მოღალატე, მოუწყოს სამხედრო ტრიბუნალი და გაასამართლოს სამხედრო ტრიბუნალი, შეაჩეროს ქვეყანაში მოქმედი კონსტიტუცია 5 წლით. ამ 5 წლის მანძილზე მოხდეს ქვეყანაში რეალური გარდაქმნები ყველაფრის. და არსებობს ეს გზა და ამით შეიძლება გადარჩეს და არსებობს მეორე გზა. სულიერი მამა ერის იყოს ჭეშმარიტი ქრისტიანი და ჭეშმარიტ გზაზე მიდიოდეს, მაგრამ მე არ მინახია დღევანდელი სასულიერო პირებიდან გარდა მეუფე იობისა, რომელმაც თქვა, რომ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში ჩასატარებელი არის რუის ურბნისი. სხვას ამის თქმაც კი ვერ გაუბედია. და იობი არ აირჩიეს, რა შეჭირდებათ ახლა? რა შეჭირდებათ ეს? ერთადერთი სასულიერო პირი. ვინც ეს თქვა? ეს იყო მეუფე იობი. ამ შემთხვევაში გადარჩება ქვეყანა და ნაკლები ტკივილით და ნაკლები უბედურებით. გამოცხადეს მართლმადიდებლობა საერთოდ სახელმწიფო რელიგიად. ღირსეული სასულიერო პირი იდგეს ეკლესიის სათავეში და სახელმწიფო ეკლესია გაიწმინდოს ამდენი ეშმაკიდან და სახელმწიფომ და ეკლესიამ მართოს ქვეყანა და ერი. ესაა მეორე გამოსავალი შედარებით უმტკივნეული. არც ერთის ვარიანტია საქართველოში, არც მეორის ვარიანტია. უყურებთ ნაცკოცურქ საქართველოს, ჩიოს მართლ საქართველოს, ხედავთ ამდენ ფანატიკოსებს, ხედავთ ამდენ ტვინარეულ ადამიანებს და შედეგი არის ის, რაც უნდა იყოს და სხვათა შორის მე მიკვირს რომ უარესი არა, მაგრამ ეს მაინც საქართველოა და მაინც ქართველიერის ბრძოლა არის. მაინც ქართველიერის ბრძოლა არის ამ ყველაფრის წინააღმდეგ, მაინც არ გადით ბოლომდე, მაინც ვერ გადააჯიშეს 100%-ით სულ და ჯერ ბოლომდე ვერ ხერხდება ყველაფერი, მაგრამ ზრდიან ისეთ ჯენზი, მენზი, ნაცი, კოცი თაობას, რომლითაც იმედი აქვთ რომ უფრო უარესი და უარესი იქნება. ახლა ჩვენ რო ბნელი კომუნისტების პერიოდში 80-იანი თუნდაც 70-იანი წლების თაობა რო იყოს, რომელსაც ჯერ ერთი ჩორტი ჩაუგდო შევარდნაძემ რომ ვითომ ენას გვართმევდნენ. ტყუილი იყო ის, შევარდნაძე დადგმული იყო ის ყველაფერი სპექტაკლები. და ინგრეოდა ლამის თბილისი 9 აპრილის გამო რა ხდებოდა თბილისში? ეს თაობა დღეს აღარა. არა, ეს იმ თაობი თვითონ ამ ახალგაზრდების ბრალი ყველაზე ნაკლებათა. იმიტომ რომ მათ არ მიეცათ ეროვნული განათლების სისტემა. მათ სკოლებში რელიგია, ქრისტიანობა არ ისწავლებოდა. მათ მშობლებიც არ ყავდათ, რომ აეზარდათ. ნახევარზე მეც ემიგრაციაში ყავდა მშობლები.
ქუჩა, სადაც ქურდულ მენტალიტეტს ვებრძვითო და ბოზურ მენტალიტეტს რო ამკვიდრებდნენ და ქუჩა რომელიც აღმზრდელი იყო, კი, ბევრი შეიძლება და ვეტანხმები მეც 90-იანი წლების ქუთაისში გავიზარდე, გონია ჩემი და ჩემობანში კი ახლა აც უკვე აღებული კიგვიძის ძეგლის გარდა თითქმის ყველას ქურდობა უნდა და იყო ეს მენტალიტეტი მოდებული და იყო, მაგრამ აი ეს ამას მილიონი ჯობდა. იმიტომ ეს ნაძირლები ასე ვერ დადიოდნენ ქუჩაში და კაი კაცის სახელი ერქვა და ბოზის სახელი ერქვა და ჩათლახის სახელი ერქვა. შიში იყო. ეს ქუჩა გახდა ახლა დღეს ისეთი, რომ ბოზები აყვავებული და ჩათლახები აყვავებული. ყველაზე ნაკლებად ამ ახალგაზრდობის ბრალი და ყველაზე მეტ ტრაგიკული არის ეს ახალგაზრდობა, რომელიც დღევანდელი ხვალინდელი საქართველო იქნება. ამ თაობასთანაა ყველაფერი დაშავებული. ანუ სანამ გალანძღავთ იმ მომავალ თაობას, ბარეული ხო კარგად დაფიქრდით. თქვენ რო ყოფილიყავით ამ თაობის წარმომადგენლები და ამ გარემოში, ამ სიტუაციაში აღზრდილიყავით, აღარ ბრძოლობთ ტელევიზია, ინტერნეტი, ცნობადი სახეები, ხელისუფლება, ეს ბოზური ცხოვრების წესი რო დაამკვიდრეს გაზე, თქვენ როგორი იქნებოდით? დაუსვით კითხვას საკუთარ თავს. დანარჩენი ბიძი ეს პარტია მოვა და გადაარჩენდა, ეს პარტია მოვა და გადაარჩენს. აიტი. არ გადარჩება საქართველო. არ გადარჩენილა და არც გადარჩება ჩემოწვა. მორჩა. და არც ერთ საზოგადოებაში კიდე არასდროს ყოფილა, რომ აბსოლუტურად ყველა ღირსეული ყოფილიყო და აბსოლუტურად ყველა სულიერებაზე ეფიქრა და სარწმუნოებაზე და ისტორიაზე ეფიქრა და ბუნებრივად მომხდარიყო, თუ ამას არ უზრუნველყოფდა განათლების სისტემა, ეროვნული ლიდერები, სულიერი ლიდერები, სახელისუფლებო სისტემა ამ ყველაფერს არ გააკეთებდა. ახლა ვინ რა უნდა მოთხოვოს, რატო უნდა მოთხოვოთ თქვენ პატრიოტიზმი ახალგაზრდას, რომელიც დაიბადა, რომელსაც ხაზარაძემ სახლი წაართვა და ქუჩაში გამოაგდო, რის გამოც დედა ან იტალიაში ან საბერძნეთში გაიქცა, რომელიც ბებიამ და ბაბუამ გაზარდა და დედის სითბო არ იცის, მამის სითბო არ იცის, ეკლესიაში მივიდა და რაც ხდება და როგორი აღებმიცემობა არის, ისეთი ის ქუჩაში გამოვიდა, თუ სამსახურში მივიდა, თუ სადმე მივიდა და ესეთი მონური და ბოზური ცხოვრების წესი არის და აქსუებული ამის კომუნისტების დროს რო კაპიტალიზმის ანტიპროპაგანდა იყო, თუ როგორ იქცეოდნენ ადამიანებს, ის დახვდა და ტელევიზორი ჩართო და თუ სადმე ბოზი, ჩათლახი და LGBT და უბედურია, ყველა აყვავებული და ყველა გადაგვარებული და დღეში 10 ჯერ ლოცვა ბიძინაზე. რატო ავალდებულებთ თქვენ ამ ადამიანს? უყვარდეს საქართველო. და რომელსაც, როგორც საქართველოს მოქალაქეს 33 თუ 34,000 ვალია გადასახდელი, რომელიც არც თვითონ აუღია და არც მის ოჯახს. ეთხოვთ, ავალდებულებთ, რომ გიყვარდეს ესეთი გარემო. არ იყვარება, ვერ ეყვარება. მით უფრო, როდესაც განათლება არ აქვს მიღებული სამაგისო. აი ამის თქმა მინდოდა. თქვენ კიდე ჩვენ ჯინაზე პატრიარქ მაგინებლებს რო გვიძახით, დაირაზმეთ ერთად პატრიარქ მადიდებლები ბევრი ხარ და წადეთ წანიში და იბრძოლებდეთ იმ ნახოთ. მარტო ხატია როგორ გამოელია ეს ქართველი ჟანადარკის ჩინური პატენტი და არბის გოგო და წივის და კივის და გვერდით გომავნე გაავით. მაგის გაყოლას რიონს გაყო ის ჯობია პოცმაინს ნახა. კარგად წანდებოდეთ.